თან ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობა ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ჩვენ, როდესაც საუბრობთ პატარებთან, მათ ვაგრძნობინოთ ჩვენი ნდობა, პირველ რიგში მათთან ვიყოთ გულწრფელები, დავანახოთ ჩვენი ემოციები და მოусვინოთ მას როგორც დასრულს. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ პატარებს უჭერთ თავიანთი ემოციების და განცდების გამოხატვა. თუნდაც რაღაცა გარკვეული თამაშის დროს ჩვენ შეიძლება შევატყოთ ბავშვს, რომ რაღაცა კონკრეტული ემოცია აქვს, თუმცა ამ ემოციის სიტყვაში გადმოცემა ცოტა უჭერს. ამიტომ თავიანთი ამ გრძნობების გამოთქმები, მაგალითად, როგორ უნდა გამოთქვათ, როდესაც განიცდიან აღფრთოვანებას, როგორ უნდა გამოთქვან, როდესაც განიცდიან შიშს, სიყვარულის ემოციას, სიყვარულის ემოციას, აღფრთოვანების ემოციას როგორ განიცდიან. როდესაც ჩვენ მათ ვასწავლით ამ ემოციების გამოთქმას სიტყვებით, ჩვენ ნახავთ, რომ ეს დაეხმარებათ პატარებს განთავისუფლდნენ თავიანთი ემოციებისგან და დაიბრუნონ თავიანთი ბავშვური სიმშვიდე. ბავშვებთან მეგობრული კავშირის შექმნა გულისხმობს არა მხოლოდ მხიარულებას, არამედ ნდობას, სითბოს გაცვლას. ჩვენ უნდა ვიყოთ მათი მეგობრები, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათი მეგზურები ვართ. ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ გვერდით ვართ, თუმცა ასევე ვაძლევთ საშუალებას, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება. თამაში, შემოქმედებითი კომუნიკაცია, ასევე ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ ინტერაქციაში და დავუსვათ ესეთი კითხვები, რაც ბავშვებს მისცემს თავისი ფიქრების და აზრების გადმოცემის საშუალებას. ამით ჩვენ მათ ემოციური ინტელექტის განვითარებაში დავეხმარებით. და ბოლოს ნდობა და დამოუკიდებლობა. ეს არის ის ორი ძირითადი საფუძველი, რაზეც ბავშვის პიროვნული განვითარება არის დამოკიდებული. ბავშვებს სჭირდებათ თავისუფლება, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან საკუთარი შესაძლებლობების და რწმენის განვითარებაში. ხდებიან ვიყოთ მათ გვერდით, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი უნიკალურობა აღმოაჩინოთ და სიყვარული და მხარდაჭერით გავაძლიეროთ მათი ცხოვრების ლამაზი გზა.